გამარჯობათ, მე ვარ ტუტორ AdWords ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ გავაკეთოთ საიტი webhost.com-ზე. შევდივართ საიტზე 000 webhost.com. ახლა აქ თუ დარეგისტრირებული არ ხართ, ვაჭერთ sign up. და აი ამას ცარიელს ტოვებთ, ხოლო დანარჩენებს ავსებთ. მე აქ დარეგისტრირებული ვარ, ამიტომ პირდაპირ გავივლი ავტორიზაცია. წერთ email-ს, parol-ს და captcha codes. აი აქ არის თქვენი საიტების ლისტი, მე ორი საიტი მაქვს გაკეთებული და თქვენთან არც ერთი არ იქნება. მე ხა აქ ვაჭერთ ზევით create new და აი აქ არაფერს ავწერთ და ვავზებთ მეორეველს. მაგალითად ავირჩიოთ სახელი რაიმე. მაგალითად საწდელი და ქვედომეინს თვითონ ირჩევს. აქ შეგიძლიათ დომეინს თვითონ ირჩევს. აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ იყოს სხვა, მაგალითად webatu.com ან სხვა რაიმე. აქ ვირჩევთ, აქ ვწერთ parol-ს. და ვაჭერთ set up new account. ეხლა ეს აკაუნტი გაკეთებულია. აი და შევდივართ, დაველოდებით აქ აწერს refresh status. დავაჭერთ და აი აქ დავაჭერთ go to control panel. აქ ეხლა გავაკეთებთ MySQL-ს დატაბაზას, რადგან შემდეგ ავტვირთოთ რაიმე ძრავა და დააყენოთ. წერთ MySQL დატაბაზის სახელს და აქაც ვიმეორებთ, ან შეგიძლიათ აქ სხვა ჩაწეროთ, მაგრამ რომ არ აგერიოთ, ჯობია ჩაწეროთ იგივე. აი ეს არის parol-ი. ვიმეორებთ და ვაჭერთ create database. აი აქ ამებს დავაკოპირებთ და შევინახოთ notepad-ში ჯობია, რადგან არ დაგავიწყდეთ. ეს ვიდეო კურსი დასრულებულია, ძრავის დაყენებას მე გასწავლით შემდეგ გაკვეთილში.